ვიზა ლიბერალიზაცია როგორც შანტაჟის იარაღი, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ წესზე მსჯელობს. დეკემბერში დაიწყება ინდივიდუალურად ქვეყნებზე მსჯელობა, შესაძლოა შეეხოს საქართველოსაც, როგორც ამას ევრობიუროკრატები ამბობენ. თბილისში ბრიუსელის ღირებულებათა კრიზისსა და ანტიდემოკრატიულობაზე საუბრობენ. მეგი ნარსავიძეა პირდაპირ ეთერში. შეხვედრის დაწყების წინ დღეს უკვე გაკეთდა ევროპელი მინისტრების მხრიდან განცხადებები, რომელთა ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო კრიტიკის გაგრძელებაა. არის მცდელობა გამიჯნონ ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ასევე ისმის გზავნილები, რომლებიც წინააღმდეგობაშია, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშებთანაც კი და ამბობენ, რომ თითქოს უკრაინა უფრო წინაა, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ საკითხს, სწორედ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მინისტრები ჯერ არ საუბრობენ. ჩვენ ოფიციალურად რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ განვიხილავთ, მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ნახოთ, მხარს თუ დავუჭერთ. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმებზე. უკრაინა ატარებს რეფორმებს, ტექნიკური თვალსაზრისით ერთ ადგილზე არ ვართ, მივდივართ წინ. ამ დროისთვის საქართველომ სამწუხაროდ აირჩია არ წავიდეს ევროპულ გზაზე და დღითიდღე შორდებიან ევროპას. საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ქართული ხალხის სწრაფვას წევრობისგან მხარს უჭერს, თუმცა სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ქვეყანას ევროკავშირთან აშორებს. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას სრულად შეცვალოს პოზიცია ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას, სხვაგვარად პროცესი გაყინული დარჩება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე საუბრისას ხშირად კონკრეტული ჯგუფები ამბობენ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება. თუ ეს სიმართლეა მმართველი გუნდისთვის, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა მოქმედ რეგულაციას იცავს და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ახლა კი ცდილობენ მიიღონ ცვლილებები, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოიყენონ. ოპოზიცია ახლა ამტკიცებს, რომ მათი სურვილია შეზღუდვები ქართველ ხალხს არ დაუწესდეს. ევროპულ კაბინეტებში ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოსიარულე პოლიტიკოსები ცდილობენ ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალონ. საქართველოს მოქალაქეები არ შეიძლება იხდიდნენ იმ ფასს, რასაც აკეთებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი. კონკრეტული სამიზნეები უნდა იყვნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ასევე უნდა გვესმოდეს რა პოლიტიკასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ატარებს, ეს არის სავსებით მოსალოდნელი. ქართული ოცნების ქმედებების გამო არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის. ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობდა იმაზე, რომ არ განხორციელებულიყო ცვლილებები. არსებული რეგულაციებით ვერ მოგვიდგნენ ვერანაირად, რომ საქართველოს რაიმენარად დასაჯონ, იმიტომ რომ როგორ გაუბედეთ და ბრიუსელს მოვთხოვეთ, რომ საკუთარი ფინანსები გაასაჯაროოს და უნდათ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ. იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს, უკვე აღიარებაა, რომ საქართველო არ არღვევს საუვიზო მიმოსვლის პირობებს და ამიტომ თავის დროზეც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გაუქმებაც იყო ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. და მეორე, ეს აჩვენებს იმ ანტიდემოკრატიულ გზას, რომელსაც ბრიუსელი დაადგა, როდესაც ცდილობს რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს. აი ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი მაგალითი ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციისა. გრძელდება შანტაჟი, გრძელდება მუქარა, ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. ეს არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში და რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოს, ყველამ კარგად ვიცით. ეს შემოტევებით ზუსტად არის გაგრძელება იმ რიტორიკის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში. თუ აქამდე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის საკითხების რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მაჩვენებლები, კონკრეტული საფუძვლები, მაგალითად როგორც არის ეს ზრდა უკანონო მიგრაციისა ან სხვა ასეთი საკითხები, ეხლა უკვე პოლიტიკური მდგენელია სრულად შემოსული, სამწუხაროდ პოლიტიკური მიზეზშეწონებიდან გამომდინარე იმსჯელებს ევრობიუროკრატია, ის ადამიანები, რომლებზედაც განსაკუთრებული გავლენა აქვს deep states კონკრეტულ ქვეყანას, ან კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ პირებს შეუწყვეტოს თუ არ შეუწყვეტოს უვიზოდ მოძრაობის შესაძლებლობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ deep state იბრძვის იმ ადამიანების დასაჯელად, რომლებიცაც თავარია ქვეყნის სუვერენიტეტი.
საზოგადო საქმეთა საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე მეტი დეტალი გვეცოდინება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებასთან დაკავშირებით და ეცდებიან თუ არა რომ ეს მნიშვნელოვანი მონოპოვარი შანტაჟის იარაღად აქციონ.